ეთამაშე მე-12-ს. ლაშა გოდუაძე, სპორტული ჟურნალისტი, 7 წიგნის ავტორი საფეხბურთო თემაზე, საფეხბურთო ინტელექტუალური პროექტის მე-12-ს ჩემპიონი და ორგზის ვიცე-ჩემპიონი. მაშასე, თამაში დაიწყო. კითხვა პირველი. დაასახელე 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის 4-ვე ნახევარფინალისტი. საინტერესო კითხვაა. პირველი მსოფლიოს ჩემპიონი იტალია. ფინალისტი საფრანგეთი. გერმანია, რომელსაც იტალიამ მოუგო და მე მგონი იყო პორტუგალია მესამე ადგილისთვის შეხვედრაში. ესეთია ჩემი პასუხი. პასუხი სწორია. კითხვა მეორე. დაასახელე ერთადერთი არგენტინელი ფეხბურთელი, რომელიც ორგზის მსოფლიოს ჩემპიონია. ამას დაფიქრება ჭირდება. 78 და 86. მე მგონი დანიელ პასარელა. პასუხი სწორია. კითხვა მესამე. დაასახელე პირველი ევროპული ნაკრები, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი ევროპის გარეთ მოიგო. ესპანეთი სამხრეთ აფრიკაში. თუ არ ვცდები. პასუხი სწორია. კითხვა მეოთხე. 1994 წლის მსოფლიოს ჩემპიონატს 6-6 გატანილი გოლით ყავს 2 ბომბარდირი. დაასახელე ორივე მათგანი. ესე იგი, მან იყო ხრისტო სტოიჩკოვი ერთი, ყველა ვარიანტში მახსოვს, ბულგარეთის ნაკრების ლიდერი. და მეორე იყო, თუ არ ვცდები, ოლეგ სალენკო, რომელმაც ერთ მატჩში კამერონს 5 გოლი გაუტანა და მერე გაუტანა შვედეთს, თუ არ ვცდები რა. მოკლედ სალენკო და სტოიჩკოვი. პასუხი სწორია. კითხვა მეხუთე. თავდაპირველი გეგმით სად უნდა ჩატარებულიყო 1986 წლის მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელიც მექსიკაში ჩატარდა. თუ სწორად მახსოვს, თავდაპირველად უნდა ყოფილიყო კოლუმბიაში, მაგრამ მე მგონი ეკონომიკური პრობლემები შეექმნა ამ ქვეყანას, მერე ამერიკაც აცხადებდა სურვილს, რომ ემას პინძლა და საბოლოო ჯამში მექსიკამ მიიღო. მექსიკაც სათუო გახდა მერე მიწიძურის გამო, მაგრამ კოლუმბია იყოს რა, კოლუმბია მახსოვს. პასუხი სწორია. კითხვა მეექვსე. ჯამში რამდენი გოლი აქვს გატანილი პელეს მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალებში? პელე არის ერთადერთი მსოფლიოს სამგზის ჩემპიონი. აქედან ითამაშა 2 ფინალში, 62-ში არ უთამაშია და 70-ში 1 გოლი გაიტანა და 58-ში გაიტანა. მე
მე მგონი დუბლი სამი გოლი. მე მგონი დუბლი შეასრულა 58-ში და ესე იგი 3 გოლი. პასუხი სწორია. კითხვა მე-7. რომელი ნაკრებების დუელი შედგა ყველაზე მეტჯერ მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში? რამდენჯერ შეხვდნენ ერთმანეთს, რომელ წლებში და რა შედეგებით დასრულდა მატჩები? მოდი იყოს გერმანია და არგენტინა ყველაზე ხშირად ეს მახსენდება. 86-ში 3-2 მოიგო გერმანიამ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა იყო მაშინ. 90-ში უბრალოდ არგენტინამ მოიგო 86-ში 3-2 და 90-ში მოიგო უკვე გერმანიამ 1-0 და 2014-ში 3 გუნდებმა გაითამაშეს თასი და მაშინაც გერმანიამ მოიგო. მოკლედ გერმანია არგენტინა 3 ფინალი. პასუხი სწორია. კითხვა მე-8. იმ ნაკრებებს შორის, რომლებსაც არასდროს მოუგიათ მსოფლიოს ჩემპიონატი, რომელ ნაკრებს აქვს ყველაზე მეტ მსოფლიოს ჩემპიონატზე ნათამაშები? საინტერესო კითხვაა ძალიან. მე ეხლა უცბად მახსენდება მექსიკა და ჰოლანდია. მოდი იყოს მექსიკას ვიტყვი. პასუხი სწორია. კითხვა მე-9. უნგრეთი და ჩეხოსლოვაკია რა მთავარი საერთო აქვს ამ ორ ნაკრებს მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში? აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებია საფეხბურთო გაგებით და მე ვფიქრობ, რომ მათ აერთიანებთ წაგებული ფინალები. უნგრეთმა 54-ში წააგო გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკასთან უნგრეთის დიდმა გუნდმა 2-3 წააგეს, ხო, 2-3 წააგეს და ჩეხოსლოვაკიამ წააგო ბრაზილიასთან 62-ში ჩილეში ვაუცდები 3-1 თუ ვაუცდები. მოკლედ წაგებული ფინალები აერთიანებთ ამ გუნდებს. პასუხი სწორია. კითხვა მე-10. დაასახელე 1970 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალში ბრაზილიის ნაკრების 4-ვე გოლის ავტორი. პელე ყველა შემთხვევაში პირველი გოლი გაიტანა პელე. პირველი გოლი კი არა, პელე ვთქვით უკვე ერთ-ერთ წინა კითხვაში. კარლოს ალბერტო პელემ დაუგორა ძალიან მაგარი პასი, ეგ მომენტი მახსოვს და რა ვიცი, ჩემთვის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური პასია. ჟაირზინიო და მოდი ვთქვათ რიველინო. პელე, კარლოს ალბერტო, ჟაირზინიო, რიველინო. პასუხი არასწორია. კითხვა მე-11. რომელმა ნაკრებმა გაიტანა ყველაზე მეტი 27 გოლი ერთ მსოფლიოს ჩემპიონატზე? სავარაუდოდ 27. საფრანგეთი, ფონტენის საფრანგეთი მახსენდება, იმიტომ რომ მარტო ფონტენმა 13 გაიტანა და მანამდე არის
კოჩიში იყო უნგრელი ეგეთი. და უნგრეთს სასწაული შედეგები, მოდი უნგრეთი იყოს, იმიტომ რომ უნგრეთს ჰქონდა სასწაული შედეგები 54-ში. 8-3 გერმანიასთან. რაღაც კიდე თურქეთს მოუგეს საშინელი ანგარიშით. მოკლედ უნგრეთი იყოს. პასუხი სწორია. კითხვა მე-12. რით შევიდა მსოფლიოს ჩემპიონატების ისტორიაში ერნსტ ვილიმოვსკი? ვილიმოვსკი ეს ეგი თუ არ ვწდები, თუ სწორად მახსოვს, ეგი იყო პირველი ფეხბურთელი, რომელმაც შეასრულა პოკერი მსოფლიო ჩემპიონატებზე. თუ არ ვწდები. 30-იანი წლები, ეხლა ზუსტად წელი აღარ მახსოვს. 38 ან 34 რა, ეხლა რაღაც, მაგრამ დაახლოებით მაგ მიზეზით მახსოვს რა. პირველი პოკერი მსოფლიო ჩემპიონატებზე. პასუხი სწორია. ამრიგად, ანგარიში ასეთია: 11 სწორი პასუხი, 1 არასწორი პასუხი. ეთამაშე მე-12-ს.